ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის მიხედვით საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანგარიშის ავტორი პროფესორი პატრიცია გჟებიკი აღნიშნავს, რომ გამოვლინდა მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი. დოკუმენტის თანახმად ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ შესაძლოა წამების ზღვარსაც კი მიაღწია, ხოლო ამ ქმედებების შამდენები თითქმის სრულად დაუშელები რჩებიან. ანგარიში მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, რასაც ხელი შეუწყო როგორც საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ, ასევე მაღალი ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებამ. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, რომ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, გამოიძიოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ევთოს წევრ სახელმწიფოებს კი მოუწოდებს, რომ განიხილონ მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესება. კიდევ რა წერია აღნიშნულ ანგარიშში და ასევე რას აცხადებენ ევთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ, ასევე როგორ ეხმაურებიან ამ საკითხს საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური მხარეები. თემის დეტალებს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ ყურადღებით. სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში და როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ მწვავი ანგარიში ვიხილეთ ქართული ოცნების მისამართით და ამ შემთხვევაში ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი ექსპერტთა მისია ქართული ოცნების მისამართით გარკვეული სახის რეკომენდაციებს გასცემს და ეს რეკომენდაციებიც საკმაოდ მწვავეა. მაყურებელს რომ ვუთხრათ, რამდენიმე მიმართულებით არის გაცემული ეს რეკომენდაციები. პირველი აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი ამ შემთხვევაში არჩევნების დროს გარკვეული სახის დარღვევებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების მიხედვით ამ შემთხვევაში ნათქვამია ის, რომ ყველა ასეთი დარღვევა აუცილებლად მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოკვლეული და შესწავლილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ვიხილეთ ჩვენ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში გარკვეული სახის რეკომენდაციები და ქართულ ოცნებას ახლა ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი ექსპერტთა მისია მოუწოდებს, რომ მსგავსი ტიპის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიც არის მაგალითად ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებლად გაუქმებული უნდა იქნას. აქვე ჩვენ მოვისმინეთ, უბრალოდ ვიხილეთ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა იმ ნაწილში, რომ მათ აღარ უნდა აკრძალონ გარკვეული სახის ოპოზიციური პარტიები, რასაც როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, გეგმავს მმართველი პარტია. აქვე ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები უშუალოდ ევთოს წევრ სახელმწიფოების მისამართით, რომ ეს რეკომენდაციები აუცილებლად იქნას გათვალისწინებული და ამ შემთხვევაში კონკრეტული სანქციები იქნას დაწესებული ქართული ოცნების მისამართით. ჩატარდეს სამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩევნის დარღვევასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. მოწვეულ იქნა საგარეო დამკვირვებლები მომავალ არჩევნებზე დასაკვირებლად. ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილისწამებული ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე დაშინებისა და მუქარის რიტორიკული კამპანიისგან. ხელისუფლებამ თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური ინიცირებისგან და უკან გაითხოვოს ამჟამად. დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის არაპროპორციული განსაკუთრებით კი წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის წევრები. ევთოს წევრმა სახელმწიფოებმა განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი ექსპერტთა მისიიდან ერთ-ერთი ექსპერტი იყო ჩამოსული რამდენიმე კვირის წინ საქართველოში და სწორედ ის აწარმოებდა შეხვედრებს როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათ შორის მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაზარალებულ მოქალაქეებთან, რომლებიც დაზარალდნენ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს და მათ შორის ახალ ანგარიშში ჩვენ ამ შემთხვევაში ვიხილეთ ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი
აქციების დროს თვითნებური დაჯარიმება აუცილებლად უნდა შეწყდეს და გარკვეულწილად ბუნებრივია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ადამიანის უფლებები საკმაოდ ირღვევა. ამის ფონზე ბუნებრივია დღეს ცნობილი იყო, რომ გამოქვეყნდებოდა ეს ანგარიში და ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოზიცია და როგორც აღმოჩნდა, ის უკმაყოფილოა აღნიშნული კვლევით, სწორედ იმ ნაწილში, რომ როგორც ქვეყნის პირველი კანონმდებელი აცხადებს, უბრალოდ არასერიოზულია, როდესაც ამ მექანიზმის ფარგლებში ერთ-ერთი ექსპერტი ჩამოვიდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში მოიძია ინფორმაციები სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ აქედან გამომდინარე, ქვეყნის პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ ეს ვერ იქნება ობიექტური შეფასება, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინეთ ჩვენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ელოდებოდნენ მსგავსი ტიპის კრიტიკულ დასკვნას. სწორედ აქედან გამომდინარე, მათ არ გაკვირვებიათ ის ჩანაწერი და რეკომენდაციები, რომლებსაც ახლა ეუთო გასცემს. ჩვენ ერთადერთი ვის რეკომენდაციებსაც ვის თვალწინებს არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება ამ რუსულ მექანიზმს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, ეს მეტყველებს იმ 24 კანაზე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში ადამიანი შეარჩეს, რომელსაც არიან კავშირი საქართველოსთან არ აქვს და ამე ცნობა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პროფესიულად დაკავშირებული ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტთან, ან იმის ცოდნა სიღრმისეული არანაირი არ აქვს. 2 დღეში შეადგინა ამას დოკუმენტი. არასერიოზულია. უმძიმესი დასკვნა, სადაც დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატიად, მეტიც მე ვიტყოდი დიქტატურად გადაგცდების ქოცური ცდელობები და ძალისხმევები. აქ არის ძალიან დეტალურად განხილული არჩევნების დარღვევა და სახელმწიფოს მიტაცება და არის კაფიო მოწოდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ხადია არის ძალიან დეტალიზებულად გაანალიზებული ყველა ის კანონი, რომლის მეშვეობითაც ქართული ოცნების რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიადამიანური პოლიტიკური პრაქტიკები, რომლის მიზანიც არის საქართველოს სულ უფრო მეტად დაშორება ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან. მაშასე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ანგარიში უკვე ცნობილია, ის რამდენიმე წუთის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ კრიტიკული ანგარიში და რეკომენდაციები ვიხილეთ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მხრიდან და ამ შემთხვევაში რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება ეს რეკომენდაციები. უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ მათ შორის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია თავად ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიმართ არის გაცემული, რომ მათ გაითვალისწინონ ეს ანგარიში და დაუწესონ სანქციები სწორედ ანგარიში მოხსენიებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს. ბუნებრივია იგულისხმება ქართული ოცნება, თუმცა საინტერესოა ახლა უკვე რას ვიხილავთ, რა პასუხს ვიხილავთ თავად ქართული ოცნების წევრების მხრიდან, მას შემდეგ რაც მათ ოფიციალურად იხილეს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ოფიციალური დასკვნა. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ კრიტიკულ გზავნილებს მოვისმენთ ჩვენ მართველი გუნდის წევრების მხრიდან, რადგან ანგარიში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ადამიანებზე ძალადობა ხშირ შემთხვევაში წამებასაც კი უტოლდებოდა. ჩვენ ერთადერთი ვის რეკომენდაციებსაც ვის თვალწინებს არის ქართველი ხალხი. რაც შეეხება ამ რუსულ მექანიზმს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, ეს მეტყველებს იმ 24 კანაზე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში ადამიანი შეარჩეს, რომელსაც არიან კავშირი საქართველოსთან არ აქვს და ამე ცნობა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პროფესიულად დაკავშირებული ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტთან, ან იმის ცოდნა სიღრმისეული არანაირი არ აქვს. 2 დღეში შეადგინა ამას დოკუმენტი. არასერიოზულია. უმძიმესი დასკვნა, სადაც დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატიად, მეტიც მე ვიტყოდი დიქტატურად გადაგცდების ქოცური ცდელობები და ძალისხმევები. აქ არის ძალიან დეტალურად განხილული არჩევნების დარღვევა და სახელმწიფოს მიტაცება და არის კაფიო მოწოდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ხადია არის ძალიან დეტალიზებულად გაანალიზებული ყველა ის კანონი, რომლის მეშვეობითაც ქართული ოცნების რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიადამიანური პოლიტიკური პრაქტიკები, რომლის მიზანიც არის საქართველოს სულ უფრო მეტად დაშორება ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან.
მოდი შევხვდით მაყურებელს ტექნიკური ხარვეზის გამო და მე ბოლოს შემაჯამებელ სიტყვაში აუცილებლად უნდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ახლა ჩვენ ყველა ბუნებრივია ველოდებით ქართული ოცნების ოფიციალურ გამოხმაურებას ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებულ ანგარიშთან დაკავშირებით, თუმცა როგორც უკვე გითხარით, სავარაუდოდ ეს გამოხმაურება იქნება საკმაოდ მწვავე, რადგან დღეს უკვე მოვისმინეთ ქვეყნის პირველი კანონმდებლის მხრიდან გზავნილი, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოყოფილი ექსპერტთა მისიის მიდგომები უბრალოდ არასერიოზულია.